აუ გიყვებით, პროსტა არ მისმენთ. აი ხ მაგალითად პიდიდის ადვოკატი რომელიც არის, მაგან განაცხადა და ისე მოახერხა როგორღაც რომ 5 ძირითადი ბრალდებიდან 3-ში ცნეს უდანაშაულოდ პიდიდი და შეიძლება გამოუშვენ. მაგრამ ანუ პიდიდის საქმე, ნუ ნაწილობრივ ჩაიშალა, ჩაიფუშა, ხა მაგას გარეთ დიდი ალბათობით არავინ არ გამოუშვებს, უბრალოდ აქ უფრო მეტად საინტერესოა თვითონ სისტემის წაბილწვა და თქვათ ის რომ რეალურად აქ ჩათრეულები არიან გავლენიანი ადამიანები, გავლენის მქონე ადამიანები და ამიძარალდებიან უბრალო ადამიანები. პირველ რიგში ამიძარალდებიან გოგონები, ახალგაზრდა გოგონები და ხანდახან ბიჭებიც, რომლებსაც უბრალოდ გზა აქვთ აღნეული ან სრულიად შემთხვევით მოხვდნენ იქ, დაპირდნენ რაღაც მოდელობას ან რაღაც უბრალოდ ესკორტის მნიშვნელობა კარგად არის მით და ამით ბევრ გოგოს პირდაპირ მნიშვნელობით წაერთვა აი ამ სქემების გამო. უამრავ გოგოს წაერთვა სიცოცხლე, ბევრმა და კარგად ჯანმრთელობა, ბევრი სამუდამოდ ტრავმირებული დარჩა იმის გამო, რომ აი ამ თვითონ ავადმყოფი და თვითონ დაზარალებული და დაზიანებული ფსიქიკის მქონე ადამიანების მათ გამომოკლეთ და ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეპშტეინის საქმე, რომელიც ეხლაც აქტიურია და ამბობენ, რომ იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანია ჩართული. ეპშტეინის ამბავი შეგიძლიათ დაგუგლოთ, ეს იყო გვიანი 80 საათიანების და ახალი 2000-იანი წლების ამერიკაში გახმაურებული ამბავი. ეპშტეინი და მისი მეგობარი ქალი, ედვარდს თუ რაგვარია ეს ქალი აღარ მახსოვს, ზუსტად იგივე რაღაცას აკეთებდნენ, ტრაფიკინგი, კორუფცია, ღირსების და პატივის აღამყრელი ქმედებები ხო საერთოდ აღარც განიხილება, აქ პირდაპირ სიცოცხლეზეა საუბარი. და მთელი ეს სქემა მუშაობდა ისე, რომ მიყავდათ ახალგაზრდები და არა ახალგაზრდებიც, სადღაც კონძულზე განცალკევებით, აი დუბაის ფართები რაც იყო ხო დაახლოებით. უბრალოდ აქ ერთ-ერთი გამოსავალი ის არის, რომ შენ თვითონ იყო ისეთი, რომ ვერ წამოეგო ერთი ამ რაღაც საშინელებებზე. B რომ იცოდე რომ შენი ოჯახი დაიცვა და G რომ თვითონ ზოგადად თუ გაქვს და შენი ყოველთვის უნდა გააკეთო, რაც გაქვს რითიც შეგიძლია, რომ თვითონ ამ სისტემურ დონეზე არ მოხდეს ამის გაჯდომა, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე საერო დონეზე და სამუდამოდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ ინფორმაციაზე ცოტა და გამოაქვთ, ან ცდილობენ გამოტანას და ამაში იღუპებიან, მაგრამ ის როგორ არის ბარდაშვილის ლექსი, მაგრამ უკვალოდ ხომ არ ჩაივლის ეს განჭირული სულისკვეთება შემისწორეთ დამოვიწყდა. და მოკლედ ანუ არსად არაფერი არ იკარგება რა და ძლიერი ხასიათი ქვემოდან იწყება ყველაფერი ცუდიც და კარგიც ქვემოდან ზემოთ ასე რომ თუ საზოგადოებაში იქნება სულიერი სიძლიერე ზემოდან ელიტა ვერაფერს ვერ არიზავს